არაერთხელ ამ დარბაზში გასულ წელს ჩვენგან იქნა გაჟღერებული, რომ ეკონომიკაში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა და არის ნამდვილად ცუდი მდგომარეობა. მიუხედავად არაერთი ამ გზავნილისა ყოველთვის პასუხი იყო უარყოფა, თუმცა დღეს უკვე ოფიციალურად მთავრობის დოკუმენტი არსებობს, სადაც 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაირღვა 703 მილიონი ლარი. რა 703 მილიონი ლარი არის ეს? ეს არის კონკრეტულ სოფლებში განსახორციელებელი, უпростоრად ის პროექტები, რომლებიც არ განხორციელდება. ესე ქვეყანა არ შენდება, ესე ქვეყანა ჩერდება. ეს არის კონკრეტულ სოფელზე გაზიფიცირების პროექტები, ეს არის კონკრეტულ სოფლებზე წყალმომარაგების პროექტები, ეს არის კონკრეტულ რაიონებზე და დაბებზე გზის პროექტები, ჯებირის გამაგრების პროექტები, ნაპირსამაგრის სამუშაოების, ირიგაციის და შემდეგ, რაც 703 მილიონით შემცირდა 2013 წელს. საგადასახადო შემოსავლების შემცირდა 633 მილიონი ლარი. წელს უკვე პირველ კვარტალში, მიუხედავად იმისა, რომ მაინც თავმომწონედ დგას ეკონომიკური გუნდი, მინდა გითხრათ, რომ ჩაიხედეთ ინფორმაციაში, სახელმწიფო შემოსულობები გაირღვა 62 მილიონი ლარი. დიახ, ეს არის ის ციფრები, რომელზეც უნდა მოხდეს განგაშის ატეხვა და შიდა, ასე ვთქვათ, მოფიქრება იმ პროექტების, რომლებიც ყველაფერს